I'm German homelos, I drink coffee and I know things. 54 ეპიზოდის თემა არის დისციპლინის მაგია. დისციპლინა მააგო ეგვიპტის პირამიდები, დისციპლინა მააგო ჩინეთის დიდი კედელი, დისციპლინამ შექმნა ვეფხის ტყაოსანი. დისციპლინამ შექმნა და ინარჩუნებდა რომის იმპერიას. თუ გიგსურს რაიმე წარმატების მიღწევა, მით უმეტეს თუ ეს არის ძალიან რთულად მისაღწევი მიზანი, мотиваციის დევნა, კარგ ხასიათზე როდის მოხვალ, ამაზე ლოდინი ვიღაც ხელს როდის შემოგაშვედებს დასახმარებლად და ასე შემდეგ. ამაზე გამოკიდება ეს ყველაფერი არ გამოგვადგება. ერთადერთი რაც წარმატებას და მიზნის მიღწევას გვპირდება არის დისციპლინა, ანუ შრომის უწყვეტობა. ყველაზე მარტივად რომ ავხსნათ, თუ мотиваციაზე იქნები დამოკიდებული, ანუ როცა წამოგივლის მაშინ ივარჯიშებ, ასე კუნთოვან მასას ვერ მოიმატებ, ხო? დღეს ივარჯიშო და შემდეგი 3 კვირა აზიდვებიც კი არ აკეთო, ასე არაფერი გამოვა. მაგრამ თუ დაუწესებ საკუთარ თავს, რომ ყოველ დღე ან კვირაში 5 ამა და ამ დროს ივარჯიშებ, არ აქვს მნიშვნელობა ხასიათზე იქნები, დაგეზარება, არ დაგეზარება, სხვა საქმეები გააქვს, ვიღაც ხელს გიშლის, არ გიშლის, ყოველგვარი ასეთი მიზეზების გარეშე, რაც არ უნდა ხდებოდეს, უნდა ივარჯიშო და საკუთარი თავისთვის მიცემული პირობა უნდა შეასრულო. ესაა დისციპლინა. ჩემს მაგალითს გეტყვით მაგალითად, როცა წიგნის პირველ ნაწილზე მუშაობდი, დასაწყისშივე ვიცოდი, რომ ხელის შემშლელი და დასაზარი მიზეზები აუცილებლად გამოჩნდებოდა. მე კიდე არ მინდოდა, რომ წერის პროცესი გადამეტებულად დიდხანს გაგრძელებულიყო. მით უმეტეს, რომ წიგნის გეგმა, მთლიანი სტრუქტურა, მონახაზი, როგორც ასეთი ჩონჩხი უკვე მზად მქონდა და ვიცოდი რა უნდა დამეწერა. დრო მქონდა, კომპიუტერი მქონდა და რითიღა უნდა მომემიზეზებინა, რომ მეზარებოდა წერა. ვერაფრით ხო, ერთადერთი რაც მომეთხოვებოდა იყო, რომ უბრალოდ დამეწერა. არავითარი მუზა და შთაგონება. ეგ არის ზარმაცი ხელოვანების გამოძერწილი მითი, კლიშე, რომ თუ მუზა არ აქვთ, ვერაფერს ქმნიან. მუზა უნდა მოიყვანოს ხელოვანმა თვითონ, თავად, მონდომებით, გაბედვით, შრომით და საქმისადმი სიყვარულით. სწორედ ამიტომ დავუწესე თავს, რომ გავიგვიძებდი თუ არა, გამოფხიზლდებოდი, პირს დავიბანდი, ყავას მოვიმზადებდი და ეგრევე კომპიუტერთან. არავითარი YouTube, არავითარი TikTok-ი, არავითარი კარტოფილს შევიწოვდა, მერე დავწერები, Word-ს ხსნიდი და სადამდეც გონება გაკაჩავდა კონცენტრაციას, იქამდე წერდი. ისიც კი მახსოვს, მაღვიძე არ მქონდა დაყენებული. მოკლედ მთლიანად წინააღმდეგობაში ვიყავი ჩემს ადამიანურ სიზარმაცესთან, იმიტომ რომ რაღაც არის გასაკეთებელი, შემიძლია რომ ეს გავაკეთო, არავინ მიშლის ხელს და უნდა გავაკეთო. ერთადერთი რაც არის საჭირო, რომ ჩემს სიზარმაცეს მოვერიო. ასე რომ არ მექნა, აგერ უკვე მეორე წელი გადის, დღემდე დასამთავრებელი მექნებოდა ეს წიგნი. ასე და ამგვარად არავითარი мотиваცია, მხოლოდ და მხოლოდ დისციპლინა. დისციპლინა და მხოლოდ დისციპლინა არის წარმატების გასაღები.